საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის საქმიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, გეგმიურად ხორციელდება სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების აუდიტი. საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში აუდიტის ჩატარება გეგმიურ სტანდარტულ პროცედურას წარმოადგენს. ჩატარებული აუდიტის შედეგად გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები. კერძოდ, ბატონი გიორგი უშიკიშვილის მიერ ცენტრში განხორციელებული სარემონტო სამუშაოები დამოწმებულია სხვადასხვა დროს და სხვადასხვა თანხებზე. ერთი და იმავე საგანზე წარმოდგენილია გაორებული, შესრულებულ სამუშაოთა და მიღება ჩაბარების აქტები. ფოლკლორის ცენტრის სტრუქტურაში მოქმედი სკოლა-სტუდია ბატონმა გიორგი უშიკიშვილმა გამოყო ფოლკლორის ცენტრიდან და პირადად გახდა აღნიშნული სკოლა-სტუდიის მფლობელი. ფოლკლორის ცენტრის ბალანსზე რიცხულ შენობაში უკანონოდ ფუნქციონირებს ბატონი გიორგი უშიკიშვილის მიერ პირადად დაფუძნებული შპს ფოლკ რადიო და IP სკოლა-სტუდია. წლების მანძილზე ფოლკლორის ცენტრში არ ჩატარებულა ინვენტარიზაცია, რაც უხეშად არღვევს სახელმწიფო ქონების განკარგვისა და მართვის დადგენილ ნორმებს. წლების განმავლობაში საიჯარო ხელშეკრულებები კანონმდებლობის დარღვევით ფორმდებოდა. გამოვლინდა ცენტრის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი, კერძოდ ბატონი გიორგი უშიკიშვილის პირად საკუთრებაში არსებულ აქტივებზე იხარჯებოდა საბიუჯეტო თანხები. გარდა მთელი რიგი დარღვევებისა, წლების მანძილზე ფოლკლორთან დაკავშირებული საზოგადოების დიდი ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვავდა ბატონი გიორგი უშიკიშვილის მიერ ცენტრის მართვის არასწორი პოლიტიკის, შემოქმედებითი საკითხების ერთპიროვნულად გადაწყვეტისა და ტენდენციურობის გამო. ზემოთ ჩამოთვლილი ფინანსური, იურიდიული და სხვა ნორმების დარღვევის გათვალისწინებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება სიფ ფოლკლორის ცენტრის დირექტორის ბატონი გიორგი უშიკიშვილის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.